ეს მხოლოდ ერთი თამაშია და არ ამგონია ეს წყვეტდეს, ვინ არის საუკეთესო გუნდი. საუკეთესო გუნდი სეზონის ბოლოს გაირკვევა ხვიჩა კვარაცხელია გერმანულ მედიასთან ბაიერნთან მატჩის შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მიუნხენის ბაიერნთან მარცხის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პარი სენ-ჟერმენი საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნთან 1-2 დამარცხდა. თამაშის შემდეგ გერმანულ მედიას კვარაცხელია ესაუბრა. შეკითხვაზე გაარკვია თუ არა ამ მატჩმა რომელი გუნდია ამჟამად საუკეთესო, ქართველმა შემდეგნაირად უპასუხა: არა, ვფიქრობ, ერთი მატჩით არ შეიძლება ამის თქმა, სეზონის ბოლოს მიღწეული შედეგები აჩვენებს ამას. ეს მხოლოდ ერთი თამაშია და არ ამგონია ეს წყვეტდეს, ვინ არის საუკეთესო გუნდი. პირველ ტაიმში ისინი ძალიან მოტივირებული იყვნენ და უბრალოდ ჩვენზე უკეთესები და დაგვამარცხეს. ეს ფეხბურთია, ზოგჯერ მარცხდები, აღნიშნა ხვიჩამ. თამაშის ზოგადი შეფასებისას მან თქვა: ბაიერნი ძალიან ძლიერია, ერთი ფეხბურთელით ნაკლებით თამაშის მიუხედავად, ისინი თავს კარგად იცავდნენ. რამდენიმე მომენტი გქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო. თუმცა სეზონი ჯერ კიდევ გრძელია. ბოლოს კვარას მანუელ ნოიერზეც ჰკითხეს, რასაც ასე პასუხობს: ჩემი აზრით, ის ამ სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასიც გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით მის აქტივში 13 მატჩში, 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენი სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 9 ნოემბერს ლიგა 1-ში სტუმრად ლიონთან გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში 27 ნოემბერს ტოტენჰემს უმასპინძლებს.